გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბუბუს რეისინგ ბლოგზე. დღეს ვიღებთ ნამდვილ ლეგენდას, რომლის სახელის დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ BMW-ს მოყვარულს ერთხელ მაინც ექნება განაგონი და არა მარტო BMW-ს მოყვარულს. წარმოგიდგენთ E46-ის M3-ს. ეს ავტომობილი დღემდე ბევრისთვის სასურველ ავტომობილად რჩება და სანამ ამ ავტომობილის დეტალურ განხილვაზე გადავალ, მე თქვენ დაკვირდით, სუპრის გამოყვანის ვიდეოში დაკვირდით, რომ ბესიკას მანქანას გაჩვენებდით და დღეს წარმოგიდგენთ ისევ და ისევ მეორე ლეგენდა E36-ს, ჩვენი ბესიკას E36-ს, ისევ და ისევ იმიტომ რომ ჩვენ E36-ები უკვე გადავიღეთ, მაგრამ ბესიკას მაშინ E36 არ ყავდა და დღეს შესანიშნავი E36-ით არის მოსული. ჩვენ ამ E36-ზე ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. ვაპირებთ ამ E36-ში. ეს E36 არის 1.8 ES-ი. იაპონურია და თავისთავად ახლა ჩვენ 4 ცილინდრიანს ამ მანქანაში არ დავტოვებთ, ჩავდებთ 6 ცილინდრიანს. თუ რა 6 ცილინდრიანი ჩაიდება, B58 იქნება, S58 იქნება, M54 იქნება. დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში და ერთად ვნახოთ რა სვაპს გავაკეთებთ. ჯერ 6 ცილინდრიანს ჩავდებთ, მერე შეიძლება ტურბოს დავადგათ ზემოდან და რავი, წინ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. რაც შეეხება ჩვენ ბებერს, ზეთი შესაძლებელი იყო და მოდი ახლა ერთად ვნახოთ როგორ შევცვალეთ ბესიკას E36-ში კაორში ზეთი. თან მოდიოდი? როგორ ახლა? კარგად, შენ როგორ? კარგად. მოვედით მეგობრებო კაორის ახალ ლოკაციაზე, საბურთალოზე, ვაჟაზე. გამარჯობა ბუბუ, გამარჯობა ბუბუს მაყურებლებო და შოლა მაყურებლებო. ახლა ვიმყოფებით საბურთალოზე, ვაჟაფშაველას პირველ ნომერში. არქივის შენობის პირდაპირ არის კაორის ახალი ფილიალი, სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და მიიღოთ სრული ასორტიმენტი ჩვენი პროდუქციის, რაც სხვა ფილიალებში გვაქვს და რაც გელოდება სხვა ფილიალებში. კი ბატონო, და ჩვენ დღეს გვინდა ჩვენი ბებერისთვის ზეთი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გავატარეთ და ვიცით კაორს ზეთებიც რო აქვს და რატომაც არა გადავწყვიტეთ რომ დავუტესტოთ ჩვენ ბებერში, ასევე ჩვენ სხვადასხვა მანქანებშიც დავტესტავთ, მაგრამ დღეს დავიწყოთ აი ამ შესანიშნავი E36-ით. ძრავზე რომ მითხრა ორი სიტყვა რა ძრავი არის 1.8 იაპონური, აღონთ ევროპულში გადამჩაოლოთ, ყველა იაპონური ევროპულია და 95-იანია წელი. 95-იანი მაგ მანქანებში მე რამდენადაც მახსოვს, რამოდენიმე სიბლანტის ზეთი. კი, ამ ეტაპისთვის გვისხია ჩვენ 540 და ისევ 540-ზე დავტოვოთ. შვენიერი, თუ 540-ზე ვტოვებთ, მაშინ მე თქვენ გთავაზობთ აი ამ ზეთს, ეს არის კაორის long life nano esteri 540, რომელიც შეგვიძლია თამამად ჩავასხათ აღნიშნულ ავტომობილის ძრავში და გავტესტოთ მაქსიმალურად. ავიღებ მე ხა ამ 540 და გადავალ უკვე თქვენს ლოკაციაზე დიღომში, სადაც შეცვლის სერვისიც გავთ და თქვენ კიდე დაელოდეთ მეგობრებო, როგორ ჩავასხამთ ჩვენ ბებერში კაორის 540-ს განახებთ ბესიკა შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ კლიპს. როგორც გითხარით, გადმოვედით დიღმის ლოკაციაზე, შევცვალეთ ჩვენ E36-ში ზეთი და მინდა გითხრათ, რომ თქვენს გექნებათ ფასდაკლება. არ აქვს მნიშვნელობა დიღმის ლოკაციაზე მოხვალ თუ საბურთალოს ლოკაციაზე მოხვდებით, ბუბუ X კაორი ახსენეთ, კოდური სიტყვა და 10%-იანი ფასდაკლება გექნებათ ყველანაირ პროდუქციაზე. ეხლა კი წავიდეთ E46 M3-ის ტესტ-დრაივი გავაგრძელოთ. ცოტა ისტორიასაც გავიხსენებ და გეტყვით, რომ BMW E46 M3 გამოვიდა 2000 წელს და ძალიან მალე ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი M მოდელი გახდა. კონკრეტულად ეს ავტომობილი აღჭურვილია 3.2 ლიტრიანი S54-ით, რომელიც არის ატმოსფერული ძრავი, აქვს 353 ცხენი ძალა და ბოდიში აქვს 333 ცხენი ძალა, იმიტომ რომ ამერიკულ ვერსია, ევროპულებს აქვს 353 და ტრიალებს 8000 საბაროც. ზუსტად ამ ძრავის ხმით
ტარების ემოციით უყვართ დღემდე ეს ავტომობილი დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ავტომოყვარლს. როგორც კი საჭესთან დაждებით, ეგრევე ხვდებით თუ რატო უყვართ ეს მანქანა. გძნობ თითოეულ მოსახვევს, თითოეულ მანევრს და ეს არის ავტომობილი, რომელმაც მართვა სიამოვნებად აქცია. დაკიდების სისტემა მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. მოსახვევში სტაბილურად დგას, ძალიან მაგრად იმართება, ეს კიდე მძღოლს მაქსიმალურ კონტროლს აძლევს. ეხლა კი მივიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილთან, S54 ძრავთან, რომელმაც E46-ის M3 ლეგენდად აქცია. ვა, ქარმა, ჩემი დედა, ლამის თავზე დაგვატე. S54 3.2 რიგითი 6 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 333 ცხენისძალას. ამ შემთხვევაში, რადგან ავტომობილი ამერიკულია, ვახსენე კიდევაც, ევროპულებს 353. S54-ზე რამოდენიმე კარგ ამბავს გეტყვით და სასიამოვნოს, იქედან გამომდინარე, რომ S54 არის ცალკე 6 დროსელით, ანუ ერთი დროსელი არ აქვს, 6 ცალკე დროსელი აქვს, გაზის პედალზე ძალიან სწრაფად და აგრესიულად რეაგირებს. ეს არის დამსახურება ზუსტად ამ 6 დროსელის. რაც შეეხება intake-ში გულისხმობს შემშვებ კოლექტორს და ასევე ფილტრის ყუცადას ფილტრი დევს. ამ შემთხვევაში სტოკი აყენია, მაგრამ სტოკსაც სასიამოვნო ხმა აქვს. თუ ამას aftermarket-ით ჩავანაცვლებთ დინანით, CSL-ით და სხვა დანარჩენი ძალიან ბევრი ბრენდი არსებობს უკვე S54-ზე, რომლებიც უშვებს ტუნინგო intake-ებს, ასევე არსებობს დუდუკები, ცალკე დუდუკები დგება. ძალიან ბევრი სასიამოვნო ხმა და ჟღერადობა შეგიძლია მიიღოს სხვადასხვა intake-ებით. მაგიტომ მიყვარს და მომწონს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო S54-ია 6 ცილინდრიანებში, ატმოსფერულ ძრავებში და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძრავია. რაც შეეხება ძრავს თვითონ, თუ სწორად მოუვლით, ძალიან გამძლეა. მაგრამ არის, ამასაც აქვს თავისი პრობლემები, მაგ პრობლემებზე მე ვისაუბრეთ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ეხლა რადგან შევეხეთ S54-ს, მინდა გითხრათ, რომ ტუნინგის თვალსაზრისითაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. გამზადებულია, პირდაპირ გეტყვით, გამზადებულია პირდაპირ ტურბოსთვის და მე ამ ავტომობილისთვის საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია. ეს ავტომობილი 5 წლის უკან მე თვითონ ჩამოვიყვანე საქართველოში, დაუზიანებელი ვიყიდე, მხოლოდ მქონდა მექანიკური დაზიანება ეწერა. საქართველოში ჩამოვიდა თუ არა, მე და გიორგი სულავამ ქვედა დამჭიმი შევცვალეთ, გატეხილი იყო და სტუკის ხმა ქონდა, სავარაუდოდ მექანიკური დაზიანება მაგიტო დაუწერეს. მე და გიომ შევცვალეთ დამჭიმი და მის მერე ეს ავტომობილი დადის, ანუ არც დაგვისერვისებია, იქედან გამომდინარე, რომ სადღაც 5 წელიწადში ამ ავტომობილის გავლილი აქვს სულ 7000 მილი და მე ამ ავტომობილის ძრავს აუცილებლად დავასერვისებ. მოდი როგორ გავაკეთებ, რას გავაკეთებ, მაგას მომდევნო ვიდეოებში გეტყვით, ეხლა არ მინდა რომ დაგასპოილეროთ და დაწერეთ კომენტარებში, რას ვაპირებ E46-ის M3-ზე, თუ გამოიცნობთ, ძალიან მოხარული დაგრჩებით. რაც შეეხება S54-ს, გითხარით კიდევაც, როგორც სხვა მოდელებს, ამ ჩვენ ძველ ლეგენდასაც აქვს თავისი პრობლემები და ამ პრობლემებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრეთ. ეხლა კი მოდი გადავიდეთ, თუ რა შეუძლია და როგორ იქცევა დრივში, ზანოში, დონატში, S54-დან მანევრებში. წავედით, ეხლა ძალიან მაგარი კლიპი გელოდებათ წინ. კაბრიო E46 M3 თუ ჩაულებები რა, არა კუპე? ხო, რომელ საერთოდ? ო, ბიჭო, აი ეგ მინდოდა და მინდა მაგ პასუხზე ცოტა მოგვიანებით გაგცემ მაშინვე შენ პასუხს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს თბილისის ლამას ქუჩებში გავალთ საღამოს და მე ამას გადავხდი კაბრიოს და მოუხსნი hardtops
გადავხდი კაბრიოს და მაინც ზუსტად მაშინ გეტყვი კუპეს და კაბრიოს შორის განსხვავებას. ეხლა რაც შეეხება ამის მანევრს, თითქმის წონის გადანაწილება ამ მანქანასაც 50-50-ზე აქვს და მაქედან გამომდინარე ძალიან მაგარი დგომა აქვს, ძალიან მაგრა გამოდის მოსახვევიდან, ძალიან მაგრა შედის მოსახვევში და ამ ყველაფერს ემატება ეს ატმოსფერული ძალა, ატმოსფერული ბრუნვა 8000 ატრიალებს და 5000-ის მერე ვაფშე სხვა სამყაროშია ეს მანქანა რა და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტრეკავოი მანქანა, რომელიც ოდესმე BMW-ს გამოუშვია რა. დღეის მდგომარეობით ჩემთვის M2-ია ტრეკავოი და მეორე, ანუ პირველი ეს იყო და იქნება, მაგრამ დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი M2-ია ყველაზე ჩქარი. ტრეკზე მარტო სიჩქარე და ცხენის ძალები არ წყვეტს თავისთავად დამეთანხმებით. ესეც ატმოსფერულიც ძალიან მაგარ კონკურენციას უწევს დღევანდელ ტურბინიან მანქანებში. ეხლა კი უკვე გადავინაცვლოთ ჩვენ ძმასთან და მეგობართან მახოსთან, რადგან მახო ელიავაძე აღარ არის, გადავიდა თავის სახლში, სადაც თავისი ავტოსერვისი ააშენა. წავიდეთ მახოსთან, მოვინახულოთ, ვნახოთ, როგორაა, რა სიტუაციაშია და როგორ ლამაზად და კარგად აწყობს ძრავებს S54-ებს, B58-ებს, არატურბინიან E36 ძრავებს და ტურბინიან E36 ძრავებს და ძალიან ბევრ მანქანას ვნახავთ მახოსთან. მეც პირველად ავდივარ და ეხლა თქვენთან ერთად ავალ მახოსთან და ლოკაციასაც ეტაპობრივად გეტყვით, თუ მახო დაგჭირდებათ, რომ ძრავი აგიწყოთ, თუნდაც სვაპი გააკეთოს, თუნდაც რაღაცა ელემენტარული ძრავს რაც შეეხება, ну ეხლა მოგეხსენებათ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მახო ხადაოის არაკეთებს მეგობრებო ძრავის ხელოსანია, მაგითო გეუბნებით, თუ რამე დაგჭირდება ძრავთან მიმართებაში, შეგიძლიათ თამამად შეეხმიანოთ მახოს. მახო არის ადამიანი, რომელმაც ჩემი B58 ძრავი ააწყო, რომლითაც მსოფლიო რეკორდი მოგვხსენით ყველამ ერთად. წავედით ეხლა ბევრს აღარ ვილაპარაკებ, თავს აღარ მოგაწყენთ და ავიდეთ მახოსთან. ჩამოვედით მეგობრებო, უკვე მახოს ახალ ლოკაციაზე ვარ, ჭოპორტში ვარ და ჩვენ ლუკას ვთხოვ, რომ გრაფიკულად ჩასვას აქაურობის ლოკაცია, რომ თქვენთვის მარტივად მოსაგნები იყოს და პატარა მიმოხილვას გავაკეთებთ, პატარა კლიპსაც გაჩვენებთ, ჩვენი მოსო გადაიღებს ძალიან მაგარ კადრებს ადგილიდანვე, რადგან ძალიან ბევრი მაგარი მოდელი და ძალიან ბევრი BMW დგავს დღესაც მახოსთანაც. პირველ რიგში, რასაც ვამჩნევ ყველაზე მეტად და სიამოვნებს ზოგადად მანქანას, როცა კაცი აკეთებს, როცა იფუთება თავიდან ბოლომდე მანქანა. მახო, მოდი ჩემთან ძმაო. როგორ ახარ? შემოგევლე გულში. რაც შეეხება ამ მანქანებს და ზოგადად მახოს მიდგომას მანქანების მიმართ, ჩვენ არაერთი ვიდეო გვაქვს გადაღებული, როგორ ვაწყობთ ძრავის. მახოს დიდ განხილვას არ გავაკეთებ, იქედან გამომდინარე, რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით მახო ვინ არის. ძალიან ბევრი ძრავები გვაქვს აწყობილი, ძალიან ბევრი მსოფლიო რეკორდი გვაქვს მოხსნილი და დღესაც საქართველოში ვართ ყველაზე ჩქარები. ნუ, ამ ყველაფერს რო თავი დავონებოთ, მარტო ყოვან ძრავებს და მარტო 1500 ცხენიან ძრავებსაც არ აკეთებს ჩვეულებრივი ძრავებსაც 2-დან დაწყებული. მე მგონი 8 ცილინდრიანსაც გაეპარე შენ, ხო? პირველი ემპიატია 8 ცილინდრიანი. და როგორ ფიქრობ? რომელიც რა თქმა უნდა ეს ეწყობა როგორც კოვკა და კოვანი, ხო? იყოს ჩქარი, აი. ხედავთ მეგობრებო, სუემები, სუკაები, სუმაგრები და ესე გააგზელე. ძალიან მაგარი კაცი ხარ. ეხლა შევიდეთ მახოსთან, სადაც მომავალი ჩვენი ძრავები უნდა იწყოს და დღესაც ეხლა იწყობა გაკრას ემპიატის 8 ცილინდრიანი. აქ არის რავი რა, ანუ ეს ბევრს ესე ქუხნა არა აქვს სახში მოსყობილი მახოს ძრავის ოთახი აქვს მოსყობილი და აბა 1-2 სიტყვა შენს ოთახზეც გითხარი და აი როგორ გითხრა რა რაც აი ამ თემაში მოვედი, აი ამ მანქანების თემაში, არაფერი არ მინდოდა აი ესეთი ოთახის გარდა, რომ ხო, შენი სივრცე კი. რაღაცას რომ დავდებ, ან თავის ადგილას იყოს, კი. აქ ეხლა ცალკეა ყველანაირი კრუჩი გარეთ ცალკე. და ძალიან დიდი პლუსი აქვს ესე მარტო ყოფნას, ცალკე გამოყოფილ შენ ოთახს, იქედან გამომდინარე რაღაცა პოლიციას რო აზაზორებ, 10 კაცი არ მოვა და როგორ ახარ რომ არ გითხრას და რო არ გადაგავიწეს რაღაცა რასად იყავი, შენ პონჩი შემოხვალ, გადაკეტავ კარებს, რაღაცა მუსიკებს ჩართავ და შეუდგები შეთებს. ანუ ესე შვიდად რო ხარ შენივე სივრცეში როა და რო იცი რომ აქ სხვა არავინ არ მოვა გარდა ან მანქანის მე პატრონისა, ან ისევ შენ კიდე უფრო მეტად დაცულია ყველაფერი და რავი ძალიან მაგარი
სივრცე ძალიან მაგარი, ავტოსერვისი ძალიან მაგარი, ხალხი, რავი რა, მეგობრებო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მახოს არ ვაქებ, არ ვადიდებ, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის მახო ვინ არის და შესაბამისად მე მიხარია ზუსტად მახოსგან, რომ ეს სიტუაცია დამხვდა აქ. დღეს ვარ პირველად და კიდე ძალიან ბევრჯერ ამოვალთ ჩვენ აქ ამ ლოკაციაზე, შეიძლება ხან შატუნით ხელში ამოვიდეთ, შეიძლება ხან კალენვალით ხელში ამოვიდეთ. მახო, ძალიან დიდი მადლობა და რავი, წარმატებას გისურვებ ძმაო და გულებს სიხარულს. რაც შეეხება E46-ის M3-ს, ეს კონკრეტული ავტომობილი არის კაბრიოლეტი და E46 M3-ის ზოგადად კაბრიოლეტის ხიბლი ის არის, რომ მანქანას და გარემოს შორის აღარაფერი დგას. კარგად გძნობ და ხედავ გზას, კარგად გესმის ისხმარის გამოც E46 M3 უყვართ ხალხს და ამის დაბოლოება ბოლო 4 თავი აგრესიული ბაჩოკის ხმის. აუ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხმა აქვს E46-ის M3, ზოგადად M3-ს რა. ჩემ შემთხვევაში როგორაა რა, ანუ კუპე კარგია. ოკეი, მაგრამ კაბრიო დონია რა. ანუ კუპე ყავს და всё რა. ანუ მე რო კუპე მყავდეს, რისთვის მეყოლებოდა კუპე გეტყვი რა. ან რო აუ იმან წითელზე გავიდა. მე რო კუპე მყავდეს ისთვის მეყოლებ, ანუ რატო ავირჩევდი კუპეს რა, რომ დავდიოდე ტრეკზე, წრიულს. რო გაზაობდე ბანზე, თუნდაც, ანდრა გავობდე. ოკეი, კუპეს ავირჩევ, ანუ ჩემთვის ისედაც მანქანა კუპია რა. ანუ მე 4-კარიანი მანქანები არ მევასება ეხლა. მე ვიღაცა დაწერს როკი ხო ყავს 4-კარი, ნუ ის საქმე ჭირდებოდა, იმიტომ ყავს თორე. ზოგადად როგორც მანქანა ყოველთვის კუპეს ვანიჭებ უპირატესობას რა და საქმისთვის იასნია კუპეს ავიღებდი, მაგრამ ეხლა როცა გინდა რომ ის ემოციები მიიღო, რა ემოციებსაც E46 M3 გაძლევს, ჩემი აზრით კაბრიო უნდა ყავდეს რა და უეჭველი უნდა იყოს ჰარდტოპით რა. წეგან მაგრად ვიკამათით ხო ედაში, კამერის უკან. აი რომ დაგიყენო ჰარდტოპიანი E46 M3 და კუპე ჰარდტოპიანს ავირჩევ. ჰარდტოპიანს ავირჩევ, გაცილებით მაგარი ვიზუალი აქვს. ნუ ეხა მესმის რომ გემოვნები საკითხია, მაგრამ გეუბნები, ხო, დაწერეთ კომენტარებში კაბრიოლეტი ჰარდტოპით თუ კუპე. ანუ იასნია მე გეუბნები, ხო, მე გეუბნები რომ კაბრიოლეტი, იმიტომ რომ ძალიან აგრესიულია, ძალიან ლამაზია. და კუპეა რა, აი ხა სედანი ხო არა, რაღაცა გადაჭრილი ჭერით და დახურული სახურავი, ესეც კუპეა, იასნია. აუ მე ხელები ამიწევია და გეუბნები, პირდაპირ გეუბნები რომ კაბრიო, ჰარდტოპით უეჭველი რა. ყველაფერი მძღოლზე აბსოლუტურად ორიენტირებული, ეს ტორპედოდან დაწყებული მაგნიტოფონი იქნება, კლიმატი იქნება, ეს DSC-ის კნოპკა იქნება, სპორტის კნოპკა იქნება თუ ეს SMG-ის გარდა მთელი ღილაკების ამწევ-დამწევი იქნება, ვაფშე ყველაფერი არის ორიენტირებული მძღოლზე და ეს მანქანა უკვე 20 წელზე დიდი ასაკისაა და აი ბესოც მობას გაფიცებ შეხედე, ყველაფერი მაქსიმალურად შენარჩუნებულია იდეალური დონემდე რა. არის ეგრე? ძალიან საერთო გვირაბია. რატო? ჩავაჭიროთ? მაგრამ იქ თუ უნდა ჩავაჭიროთ, ჩვენ აქეთ უნდა გადავიდეთ ძმა. აი ეხა იგზნობ E46 M3-ის ხმას. კაბრიოლეტის ნამდვილ ემოციას ძმა. რა ემოცია მოაქვს კაბრიოლეტს? აი ეხა ნახავ, წეგან რომ იძახოდი გადაჭრილი ჭერია. მოიცადე. წარმოიდგინე წარმოიდგინე 36 ყავს ემი რა, ემი 6 წელწალკე დროსელით შენს და კაბრიო. აი ხო მაგრა იკაიკო კაბრიოლი და იმ ხმით დროსელებით, ინტეიქის, ბოლო ბაჩოკის ვიხლო, აი ყველაფერს გზნობ, ბიჭო, აი დგახარ და აი ხა რო დაკოქილია გზნობ, აი ხმა გესმის უკანა ვიხლოპიდან. მოусმინე აბაროტებს. გესმის? კაი იყო? просто გვირაბი იყო მოკლე რომ ბოლომდე ვერ გავაწურინე აი როგორც სხვა დანარჩენ M-ებს და როგორც სხვა დანარჩენ ძველ მოდელებს ამასაც აქვს თავისი პრობლემები და რამოდენიმე
დეტალს და ნაწილს შევეხები. ყველაზე დიდი პრობლემა E46-ის M3-ს აქვს. ეს რა იყო, ბიჭო? G80. ყველაზე დიდი პრობლემა E46-ის M3-ს აქვს ვანუსების. ანუ E46 M3 რო ყავს, ცალკე ვანუსები უნდა გეტოს 0 გარბენით რა. E46 M3-ს თუ ვანუსები არ მუშაობს, ჩათვალე ტრიინოლით მოძრაობ რა. ანუ მთელი მანქანა არის ვანუსები. სვეტში გეუნები, შენ ძმობას ვიცავ რა. მე ხომ მყავდა და ხო ვიცი რა. 110, 115 ბარი თუ ვანუსებში წნევა არ არის, ჩათვალე საერთოდ ვერ დადის E46-ის M3-ს. მეორე ყველაზე დიდი პრობლემა E46 M3-ის არის SMG. თუ SMG ყავს, ყურადღებით უნდა იყო პომპას, ამასაც თავის წნევები აქვს, 85 ბარი უნდა კონდეს თუ რაღაცა, როგორც მახსოვს, სიჩქარეების ჩაყრის დროზე რა და E46 M3 თუ ყავს SMG პომპაც ერთი ცალი ცალკე გვერდზე უნდა გედოთ და SMG პომპის რელე. პატარა რელეა, რომელსაც იმენა ძალიან ხშირად ხოლმე რა. და მესამე ყველაზე დიდი პრობლემა, ყველა E46 განამარტო M-ს და განამარტო M3-ს ემართება უკან ხიდის სამაგრები, ხიდი რადგან სამაგრეა ტრავერსის სამაგრები წყდება და რავი, ვაფშე შეიძლება ტრავერსი დაგჭეს ქუჩაში რა. მაგის ავტომარკეტ დეტალები არის გამოსული, არა მარტო ავტომარკეტ დეტალები, შეგიძლიათ თქვენი ხელითაც გააკეთოთ. უნდა მოხსნათ უკანა ტრავერსი თავიდან ბოლომდე, ჩამოიღოთ ეს ადგილები გაამაგროთ, დაუჭიროთ და ეგ პრობლემა სამუდამოდ გეხსნებათ. მაგის შემდეგ დააყენებს რა სპორკებს, რასაც მე გვეძახით გამაგრებებს, ქვედა გამაგრებებს, ზედა გამაგრებებს, ბაგაჟნიკის წინაცხვირის და მაქსიმალურად მაგ პრობლემიდან თავს ირიდებ და არიდებთ. მინდა შევეხო LSD-ს, იმიტომ რომ ამას ხიდი LSD აქვს და მაგიტოა მანევრი და დგომა და მართვა რომ ძალიან მაგარი აქვს E46 M3-ს LSD-ს დამსახურება იქ ყველაფერი და ხშირი პრობლემა LSD-ს შაიბები აქვს, აი ესე თვარისებური შაიბები, ესე სწორდება რა და სულ მერე მოჭიდებაში 100%-იან ბლოკირებაში შედის რა. ხშირად ჭირდება, ხშირად რა, ყოველ 30,000-40,000-ზე სასურველია ხიდი მოიხსნას და სერვისდეს, ეს შაიბები დაიცვალოს და სერვისი ჩაუტარდეს ხიდს რა და მაგას შეატყობთ როდის იცი? აი ცივზე რო ქოქავთ მანქანას რა, დილით რო გამოდიხარ და 90 გრადუსი რო უნდა მოტრიალდეთ, სვარკა ხიდივით ითრევს ხოლმე რა. მაგ შემთხვევაში უკვე ამ შაიბები უკვე ესე გასწორებული და დაწეპებული ერთმანეთზე მაქსიმალურ ბლოკირებაშია გაშვებული ხიდი. თუ მაგას აკეთებს, აუცილებლად ჩაუტარეთ ხიდს სერვისს. რაც შეეხება ძრავს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ძრავია გასატურბინებლად და მე აუცილებლად გავატურბინებ ამ E46 M3-ს, აუცილებლად დავაყენებ ტურბოს, აუცილებლად დავაყენებ დისით კოლოფს, რადგან მე E46 M3 შავი ბლეკ ნომრებით რომ ყავდა კუპე, ჩემი ოცნება იყო ყოფილიყო ტურბო და დისიტი კოლოფით. ამ შემთხვევაში იმ მოდელზე, იმ მანქანაზე ვერ გავაკეთე ყველაფერი და გავაკეთებ აი ამ მანქანაზე, რა მანქანასაც ახლა უყურებ თქვენ და რო გავაკეთებ ამ ყველაფერს, მე აუცილებლად კიდევ ერთხელ გადავიღებ ამ მანქანას. რაც შეეხება, ამასაც პრობლემური აქვს კლადიშები, აუცილებლად რომელ მანქანაშიც 10-60 ზეთი ისხმება 60-70,000-ზე კლადიშების სერვისი ჩაუტარეთ, რადგან აი ის იმ დონის სქელი ზეთია, რომ აი პირველი დაქოქვა, აი მთელი წნეხს ატარებს ამ კლადიშების რა და თუ E46 M3 გეყოლება, B10-ის, M5 გეყოლება, თუ E92-ის ვერ ვაგეყოლება, 60-70,000-ზე აუცილებლად კლადიშების სერვისი გაუკეთეთ. დანარჩენი ვაფშე არაფერი არ შეგაწუხებთ. ნუ ხა იქ წყლის პომპა რო გარბენზე რაღაცა რესურსი არ გტება და თერმოსტატს, ეგ ყველა მეორე მანქანას აკდება, არა აქვს მნიშვნელობა, M გეყოლება თუ ჩვეულებრივი. თუ სწორად მოულით ამ მანქანას და სწორად სერვისს გაუკეთებთ, იმაზე მეც ვერ დახარჯავთ, რასაც მოგცემთ ეს მანქანა, რითიც მომიდა იცი? ანუ რა თუ სწორად მოულით ამ მანქანას, ნაკლები ხარჯი გექნებათ და მეტი ემოციებს მიიღებთ რა, ანუ უფრო მეტ ემოციას მოგცემთ, ვიდრე ფული ჩაყრას და ზედმეტ ხარჯს. ამის თქვა მინდა მეგობრებო.
ჩვენი ვიდეო მეგობრებო დასასრულს მიუახლოვდა, განსაკუთრებული ბევრი ვერ შემოგთავაზეს, მაგრამ იმედია მოგეწონათ ვიდეო და თუ მოგეწონათ აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში, რადგან თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეეხება ჩვენ დავიწყეთ YouTube სივრცეში ახალი პროექტი, რომელსაც ქვია პროექტი X-ი. პირველი ეპიზოდი უკვე გადაღებულია და თქვენც მიიღებთ მომდევნო ეპიზოდიდან უკვე მონაწილეობას ჩვენს პროექტში და ამისთვის საჭიროა ჩვენი არხი უნდა გქონდეს, YouTube არხი უნდა გქონდეს გამოწერილი. გამოიწერეთ მეგობრებო YouTube არხი, რადგან ჩვენ პროექტში ძალიან ბევრი მაგარი საჩუქარი გათამაშდება ავტომობილის, სკროლები, მოტოები, მოპედები და სხვა მრავალი საუკეთესო პრიზი. რაც შეეხება ჩვენ ასევე გავხსენით სოციალური ქსელები პროექტ X-ის. ეხლა აქ ამონათება ჩვენ ლუკას ვთხოვ რომ ამოანათოს გრაფიკულად. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რადგან ჩვენ პირველი ეპიზოდი როგორც კი დაიდება დაანონსდება თუ როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა და როგორ უნდა მოხდეს ჩვენ პროექტ X-ში და მოიგოთ ძალიან მაგარი საჩუქრები. რაც შეეხება ეს ვიდეო უკვე დასასრულს მიუახლოვდა, თქვენი ზღადარჩენიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გადააზიაროთ, დააკომენტაროთ და მე კიდე გემშვიდობებით მომდევნო ვიდეოამდე.